მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა. ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისთვის. დღეს არის დიდი ხუთშაბათი, საიდუმლო სერობის დღე. როდესაც იესო ქრისტემ პირველად აღზიარა თავის უხრწნელ სისხლსა და ხორცს თავისი მოწაფეები. და მე მინდა კიდევ ერთხელ ამოვიკითხო სახარებიდან თავად უფალი რას ამბობს ამის შესახებ და შემდეგ გავაგრძელებთ. რქვა მათ იესო, ამინ, ამინ გეტყვით თქვენ, უკვე თუ არა სჭამოთ ხორცი ძისა კაცისა და სვათ სისხლი მისი, არა გაქონდეს ცხოვრება თავთა შორის თქვენთან. ეს სხვა დროს არის ეს საუბარი, არა საიდუმლო სერობაზე, მაგრამ ზოგადად რას ამბობს ამის შესახებ. ესე იგი, თუ არ ჭამთო ჩემს ხორცს და არ სვამთ ჩემს სისხლსა, არ გექნებათ სიცოცხლეო თქვენს შორის. ხოლო რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, აქ უნდეს ცხოვრება საუკუნო. და მე აღვადგინო იგი უკანასკნელს ამას დღესა. უკანასკნელსა დღესა, ამაში იგულისხმება მეორედ მოსვლის ჟამს, რომ მაცხოვარი დაბრუნდება. ესე იგი, ვინც ჭამს ჩემს ხორცს და სვამს ჩემს სისხლს, მას ექნება ეს სიცოცხლე. რამე თუ ხორცი ჩემი ჭეშმარიტი საჭმელი არის და სისხლი ჩემი ჭეშმარიტი სასმელი არის. და რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემთანა დადგრომილ არის და მე მისთანა. ის ჩემთან არის, მე მასთან ერთად მასში. როდესაც ადამიანი ეზიარება, ქრისტე შემოდის ჩვენში და ადამიანი უნდა განიღრთოს. მადლით უნდა განიღრთოს ადამიანი. და თუ ადამიანი ესე იგი ეზიარება, აი ნახეთ მამაო ჩვენოში, საუფლო ლოცვაში ჩვენ როგორ ვამბობთ, პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღეს. აი ეს არის ჭეშმარიტად არსობის პური, ჩვენი სიცოცხლის, ჩვენი არსებობის შემნარჩუნებელი პური, ეს არის რომ ქრისტეს სისხლსა და ხორცს ეზიარო ადამიანი. და ვერავინ ვერ მოგვაკლებს ჩვენ ამაში, ჩვენ თუ არ მოვაკელით ეს ჩვენს თავს. შენ თუ არ უღალატე შენ თავს, სხვანაირად არ მოაკლდები, იმიტომ რომ ღმერთი შენთვის მოვიდა და აზიარა თავისი მოწაფეებიდან, რამდენჯერაც მიიღებთ ჩემს გასახსენებლად გააკეთეთ ეს. სხვაგვარად ამას კიდევ ეწოდება, აი როდესაც წირვა აღესრულება, ევქარისტია ეწოდება. ევქარისტია სამადლობას ნიშნავს. აი მადლიერი როდესაც არის ადამიანი ღვთისადმი, ყველა იმ განგებულების და იმ თავგანწირვის გამო, რაც უფალმა ადამიანისთვის გააკეთა. და ესე მადლიერებით ეზიარება. ზოგჯერ ჩვენ ასეთ რაღაცას ვხედავთ, რომ ადამიანი მადლიერებით კი არ ეზიარება, არამედ საკუთარი დამსახურების შეგრძნებით. რომ თითქოს აი და ზოგჯერ ხდება ხოლმე ისიც, რომ აი მე ახლა რატო არ მოხედი ეკითხები. ღირსად არ ჩავთვალე ჩემი თავი, რომ ზიარებულიყავ. და მე ვგნარი ხოლმე და როცა შენ ღირსად ჩათვლი თავს, რომ ეზიარო, ზუსტად მაშინ არ ახარ ღირსი, რომ ეზიარო. აი შენ რომ ჩათვლი, რომ მე ახლა ღირსი ვარ, რომ ეზიარო, აი ზუსტად მაშინ არ ახარ ღირსი. აქ ჩვენ საკუთარი ღირსების შეგრძნებით კი არ მოვდივართ, არამედ საკუთარი უღირსების შეგრძნებით და ღვთის იმედით, ღვთის მოწყალების იმედით, როგორც ამბობს წმინდა მამა, ჩვენ ვითარცა კაცთა შეგცოდეთ და შენ ვითარცა ღმერთმა შეგვინდევ. აი ესე მოვდივართ, ჩვენ ადამიანები ვართ და შევცოდეთ და ვაღიარებთ ამას, აი ძალიან მნიშვნელოვანია, პრინციპულად მნიშვნელოვანია. ჩვენ ადამიანები ვართ, შევცოდეთ, მაგრამ ვაღიარებთ, ოღონდ ვაღიარებთ ისე კი არა, სიამაყით. ზოგჯერ ადამიანი ცოდა სიამაყითაც აღიარებს, ეს ჩავიდი. ვაღიარებთ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ აღარ გვინდა ეს გავაკეთოთ, ჩვენ ვემიჯნებით ამ ყველაფერს და გვინდა რომ შევცვალოთ ჩვენი ცხოვრების წესი.
ვაღიარებ ჩვენ შევცოდეთ და შენ ღმერთი ხარ და გვაპატიო და ის მართლაც გვპატიოს, რადგან ღმერთია და ყოვლად მოწყალე. მაგრამ ადამიანმა უნდა აღიაროს ეს. აი დღევანდელ სამოციქულოში ამოგვიკითხეს. მოციქული პავლე ეუბნება, ესე იგი, ვინცო არასწორად ეზიარება, ვინც არასწორად ზიარებაში რა იგულისხმება, ვინც არ გამოიკითხა თავი თვისია, ანუ არ განიხილა თავისი ცოდვები. და ესე ეზიარო, ის თავის დასაჯელად სვამს და ჭამს, ანუ ეზიარება. ამას წინათ ესეთი ერთ-ერთ ვერსს ეკითხებიან. მამაო, თავის სულიერი შვილი ეუბნება, ღირსი იოანე ვალაამელი აღწერს თავის წერილებში სულიერი შვილების მიმართ, ძალიან კარგი წერილებია. მამაო, ერთი ბერიო ანგელოზებს ხედავს და მე ის უფრო გამიკვირდებაო, ადამიანმაო, თავისი ცოდვები დაინახოს. ანგელოზებს რო ხედავს, ეგ არ მიკვირს. არამედ და სხვაგან არის კიდე ნათქვამი, რომ სასწაულ მოქმედზე დიდია ის არისო, ვინც თავის ცოდვებს ნანობს. და აი დღევანდელ შემთხვევაშიც განა იუდა არ აღასრულებდა ქრისტეს სახელით რამდენ რამეს აღასრულებდა, მაგრამ უფრო დიდი ის არისო, წმინდა მამამ თქვა, ვინც საკუთარ ცოდვებს ნანობს. იმიტომ რომ ვინც სასწაულებს აღასრულებდა, სამწუხაროდ ესეთი ამბები მოხდა, აი მაგალითად წლობით მოღვაწეობენ 50-60 წელი, შეიძლება ვიღაცა უფრო მეტი. და იღუმენი ნიკონი აღწერს, რა საწოდაობაო, დაიღუპაო ის ამის შემდეგ, აი ამ ხელა მოღვაწეობის შემდეგ, დაიღუპა, ვერ ცხონდა. ხა წარმოიდგინე, ანუ შეიძლება ესეთი ადამიანიც ვერ ცხონდეს, მაგრამ საკუთარ ცოდებზე მონანული შეუძლებელია რომ ვერ ცხონდეს. იმიტომ რომ ეს უფლისგან არის ნათქვამი, რომ ვინც ნანობს თავი, როგორი ცოდვაც არ უნდა ქონდეს. მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ღვთისმოწყალების იმედად ვცოდოთ. არამედ ეგ იმას ნიშნავს, რომ როგორი ცოდვაც არ უნდა ქონდეს. ნუ გეშინიაო, გეუბნება, მოდი და აღიარე შენი ცოდვები. და გადარჩები. და მიიღებ ზიარებას და მიიღებ ისე, რომ არ გექნება შენი ღირსების და სიმართლის იმედი, არამედ ღვთის იმედად მოხვა. როგორც ამბობს მღვდელი, როდესაც ბარძიმს გამოაგზავნებს, შიშითა ღვთისათან, სარწმუნოებით და სიყვარულით მოდით. იქ არ არის ნათქვამი, რომ თავაწეულები და საკუთარი ღირსების შეგრძნებით მოდით, არა, ამით კი არ მოდით, არამედ თავდახრილი, შიშით მოდით. სიყვარულით და რწმენით მოდი. აი ესე მოდი, თავი დახარე და აღიარე ღვთის დიდებულება და შენი ცოდვები. აი ესე მოდი. და ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ ჩვენ ღირსი არა ვართ, რომ ვიზიაროთ. აი მაგალითად უძღებიშვილი რო დაბრუნდა მამასთან. მამამ სამოსელი პირველი ჩააცა. მაგრამ უძღებშვილს არ უთქვამს, რომ მამა, მე არა ვარ მაგის ღირსი და აბა რასაკეთებ. ბეჭედს რო უკეთებდა ისე შვილად რომ მიიღო, არ ეუბნებოდა მე მაგის ღირსი არა ვარ, ესეც ამპარტავნების ნიშანია, მე ღირსი არა ვარ. აი მაგალითად წმინდა ბასილი დიდის ცხოვრებაში არის ასე, რომ მივიდა ერთ-ერთ მონასტერში და ეს დიდი მღვდელმთავარი იყო და არის ხოლმე წირვის დროს, როდესაც მღვდელმთავარ ხელბანა აღესრულება. რომ განსაკუთრებული მომენტი იწყება წირვისა და დაუძახა წინამძღვარს და უთხრა, რომ ვინ არისო, ნახეთ როგორი შეკითხვა დაუსვა, თვითონ ამ შეკითხვას დააკვირდა. ვინ არისო აქ, ვისაც სულის გადარჩენა უნდა? და წინამძღვარმა უთხრა, აქ ყველას გვინდაო სულის გადარჩენა. არა, მაგას არ გეკითხები. აი ვისაც საქმით უნდა სული, ვინც ახლა მიხვდა რომ ვიზია ლაპარაკი. ვინც კი არ ამბობს რომ სულის ცხონება უნდა, არამედ ვისაც ეთყობა რომ სულის ცხონება. აი ეს არისო, დაუძახეს ერთ-ერთ ბერს. მოიყვანეს და მღვდელმთავარმა უთხრა რომ მომიტანეო წყალიო და ხელები დამაბანინო. მოუტანა და დააბანინო. ეხლა მოდიო, მე უნდა დაგაბანინო ხელები.
და იმანაც გამოიშვირა ხელები და დაიბადა. და ამით კიდე დაადასტურა როგორი თავმდაბალი იყო. ამას ყველა კი ვერ შეძლებდა. არამედ იტყოდა რომ როგორ თქვენ უნდა დამბანოთ პეტრე მოციქულთან რომ მივიდა დღევანდელ სახარებაში რა უთხრა პეტრე მოციქული მივიდა მაცხოვარი ეხლა წარმოიდგინეთ ჩვენ როდესაც რო აღესრულება ხოლმე ეს წესი ფეხბანის წესი რო აღესრულება და დამთავარი 12 მოდელს ფეხბანს ხო წინასწარ იცი რომ ესე მოხდება წინა წელსაც იყო შემდეგ წელსაც და დამთავარი მოდის და რახელა უხერხულობას გძნობ ესე იგი ამ დროს მაგრამ ესე წინასწარ იცი და ხა წარმოიდგინეთ პეტრე მოციქულმა აი ესე როგორც იქნენ 60 წმენდილზე უფალი ადგა საიდუმლო სერობა უფალი ადგა ჩაასხა ჯამში წყალი მოიწყა არდაგი ტილო მოიწყა და დაიწყო მოწაფეების ფეხის დაბანა პეტრე მოციქული ողნაო არ დამბანო უფალო ფეხი უკუნისამდე ანუ წარმოიდგინეთ ახლა პეტრე მოციქულის უხერხულობა ერთი მხრივა რა უფალი ողნაო თუ არ დაგბანო ფეხსო წილი არ გექნება ჩემთან ეხლა ეს რო გაიგო წილი არ მექნება შენთან პეტრე მოციქული ყველაზე გულმხურვალეა მოციქულთა შორის და მაშინო ხელიც დამბანე და თავიცო ანუ თუ ეგრეაო და ეგ კარგიაო ჩემთვის მე შენთან ერთად ჩემთვის კი არის შენთან ერთად რო იყო აი პეტრე მოციქულის მისწრაფება არის უფლისაკენ გახსოვთ მაცხოვარი ფეხით რო 5000 კაცი რო დააპურა მოწაფეები გაუშვა მე თვითონ ფეხით მიდის წყალზე და მოწაფეებს შეეშინდებათ შუაღამეადან მე ვარო მოგეშინიათ უფალი უბნაო და პეტრე მოციქული უბნა უფალო თუ შენახარო მიბძანეო რომ მოვიდე შენთანო წყალზე კი არა უბნაო წყალზე გავიარ გამოვიარ არა შენთან მოვიდე ანუ პეტრე მოციქულის ის კი არაი რომ რაღაცა გააკეთოს აი უფალთან უნდა და აქაც ეს ჩანს თუ შენთან ერთად ყოფნისთვის ეს არის საჭირო მაშინ ხელიც დამბანე და თავიცო და არა უფალი უბნაო განბანილსო დაბანო აღარ ჭირდება ამაში იგულისხმება რომ თქვენ მონათლულები ხართ და ამაში ეს ამის საჭიროება აღარ არის როდესაც თავის მოწაფეებს ფეხი დაბანო დაძდა და ეკითხება იცი თო რა გავაკეთეო თქვენმე უფალს და მოძღვარს მიწოდებთო და მართალი ხართო კეთილად ანუ სწორად ამბობთო მე ვარო თქვენი მოძღვარი და უფალიო და თუ მე მოძღვარმა და უფალმა დაგბანეთო ფეხიო თქვენც ერთმანეთს ფეხი უნდა დაბანოთ იმიტომ რომ არ არისო მონაო თავის ბატონზე უფრო მეტიო და არ არის მოვლინებული თავის მომავლინებელზე უფრო მეტი და ბედნიერი ხართო თუ ამას მიხვდებით და გააკეთებთ ბედნიერი ხართო სხვათა შორის მე იცით რას დავაკვირდი ალბათ თქვენ დააკვირდით მაცხოვარი აი მე არ მახსენდება რომ აი ბედნიერი იქნებით ესეთ რამეს არ ამბობს თუნდაც აი მოდი 9 ნეტარებას შევხედოთ ნეტარ იყვნენ გლახაკნის სულით ნეტარ იყვნენ გლოვარენი გულით ნეტარ იყვნენ რომელთა შიოდეს და წყუროდეს ხო ანუ ბედნიერი ვინ იქნება პირველი რითი იწყებს ვინც თავმდაბალი დაიაქაც ესასწავლა უფალი და ერთ-ერთ შეხვედრაზე ვიყავით ამით იწყებს ეს არის საფუძველი და აი როგორ უნდა გამოვლინდეს ადამიანებს შორის ეს თავმდაბლობა და ერთ-ერთ შეხვედრა სტუდენტებთან იყო შეხვედრა მეუფე ანდრიას ჰქონდა ჩვენ 2-3 სასულიერო პირი თანვახლდით და იქ რაღაც ამ თემაზე წამოიჭრა საკითხი და მეუფემ უთხრა რომ ესე იგი აი ადამიანის თავმდაბლობა ერთ-ერთი ყველაზე მეტად რაში ჩანსო როგორი დამოკიდებულება აქვსო თავის ქვემოთ მდგომებთან ანუ დაუშვათ სამსახურებლად ვიღაცა უფროსია დირექტორია ვიღაცა მაგრამ იმის ქვემოთ ხო არის ვიღაცა აი როგორი დამოკიდებულება აქვს მათთან მაგაში ჩანს მისი თავმდაბლობა აი სიტყვაზე ვიტყვი დაუშვათ დედმამიშვილებში უფროს დედმამიშვილს რაში შეეთყობა თავმდაბლობა როგორი დამოკიდებულება აქვს პატარა და-ძმებთან ხო აი ამაში შეეთყობა იქ სამსახური იქნება თუ იქ ნებისმიერ როგორი დამოკიდებულება გაქვს არა იმასთან აი დაუშვათ უფროსთან
რომ მოგგრძალებით და მოწიწებით გამოკიდებულება ამაში გასაკვირი არაფერი არ არის და ზოგი ისეთი უფროსია, ვაი თუ არ გექნება ეგეთი. მაგრამ აი შენს ქვემოთ ვისგანაც შენ იცი რომ არაფერი საშიშროება არ არის, მოდი ესე ვთქვა, საერო ცხოვრებიდან ავიღოთ რაღაც. არაფერი საშიშროება არ არის, პირიქით რომ დაუტიო და რომ რაღაცა უხეშად უთხრა, არც არაფერი არ მოხდება, ადამიანურად ვამბობ. მაგრამ აი მის მიმართ რო გაქვს ესეთი დამოკიდებულება, აი გარი უკვე სიმდაბლის ნიშანი. ერთ-ერთი სასულიერო პირი რა კარგად ამბობდა, იქ უფრო სიყვარულზე ამბობდა, მაგრამ ესეც შეიძლება ვთქვათ, მდიდართან თუ შეგეშალო, ეგ არა უშავსო, მაგრამ ღარიბთან არ უნდა შეგეშალოს. ღარიბთან არ უნდა შეგეშალოსო და აი ეგ არის ნამდვილად რა. იმასთან არ უნდა შეგეშალოს, ვინც ადამიანური გაგებით უმწევოა და შენ ამის გამო პასუხს ვერ მოგთხოვს. მაგრამ ის რომ ვერ მოგთხოვს პასუხს, არ ნიშნავს იმას, რომ არავინ არ მოგთხოვს ამის გამო პასუხს. ამიტომ აქაც რწმენა ჩანს ადამიანისადმი. აი უფალმა ჩვენ მაგალითი მოგცა, სახე მოგცა, რომ როგორი ურთიერთობა უნდა გქონდეს ერთ ადამიანს მეორის მიმართ. სხვაგან ამბობს სახარებაში, აი მოციქულები, როდესაც მიდიან მაცხოვართან გზაში საუბრობენ რაღაცას და მაცხოვარი ეუბნება, რაზე საუბრობდითო გზაშიო და ვერ ეუბნებიან. იმიტომ ვერ ეუბნებიან, რომ მაინც და მაინც საამაყო რამაზე არ საუბრობდნენ. რაზე საუბრობდნენ? ვინ უფრო დიდია ჩვენ შორის? ადამიანები არიან, მათაც ჰქონდათ ესეთი მით უმეტეს სულთმოფენობამდე, სანამ სულიწმინდა გარდა მოვიდოდა მათზე და უფალი ეუბნება, ვისაც უნდა რომ პირველი იყოსო, ის იყოს ყველას მსახურიო. რადგანო ძეკაცის არ მოვიდავანო თავის თავზე ამბობს, ღმერთი ადამიანად არ მოვიდა, რომ მას ემსახუროთ, არამედ თავად რო გემსახუროთ, თვითონ გემსახუროთ და თავისი თავით დადოს თქვენს გადასარჩენად. რაც აღსრულდა ჯვარცმით. აი და თუ ადამიანი უნდა რომ ცდილობს ქრისტიანი იყოს, ქრისტეს უნდა ბაძავდეს. ქრისტეს ხვებს ემსახურება. ადამიანისაც თუ უნდა პირველობა, აი მაგალითად ბავშვებს რო უხსნით ხოლმე ვეუბნით, დავუშვათ 20 კაცია, 20 ადამიანია, ბავშვია კლასში. თუ შენ შეგიძლია რომ 19-ვეს მოემსახურო და 19-ვე ჩათვალო რომ შენზე წინ არიან, შენზე უკეთესები არიან, ესე იგი მაშინ შენ პირველი ხარ. თუ ფიქრობ რომ შენ ყველას ჯობი ხარ, შენ უნდა მოგეხმარნო, შენ უნდა გაღიარონ, შენ დაგაფასონ, გაგითვალისწინონ, ესე იგი შენ ბოლო ხარ. ქრისტიანული გაგება ასეთი. ხოდა აი ეს არის ყველაზე მთავარი. ამის მაგალითი მოგცა უფალმა დღევანდელ დღეს. ორი რამეა მთავარი. ერთი რომ ზიარებას არ მოაკლდეს ადამიანი, იმიტომ რომ ეს არის ჩვენი არსობის პური, ჩვენი სიცოცხლის მომნიჭებელი პური და მეორე რომ სიმდაბლით დამოკიდებულება ჰქონდეს მეორე ადამიანთან, ვინც არ უნდა იყოს იქ. თუ დაუშვათ უფროსის მიმართაც პატივისცემით და მოგზალებით დამოკიდებულება გექნება, ეს ცუდი კი არ არის, მაგრამ აქაც სიმდაბლე უნდა ჩანდეს და არა პირმოთნეობა. პირმოთნეობა თუ ჩანს, რომ ამო რაღაცის გამო სინამდვილეში ეს არ არის ღვთისმიერი საქმე, მაგრამ შენ იმის გამო რომ მას ასიამოვნო, რაღაცა სინდისის საწინააღმდეგოდ მოიქცევ, ეს არასწორი. მაგრამ თუ პატივისცემით და სიმდაბლით მოექცევი, ძალიან კარგია. მაგრამ იგივენაირად უნდა მოექცე, როგორ ამბობს, შენი მოგონილი ხო არ არის, მოციქული იაკობი რას ამბობს? თუ ტაძარში შემოვაო ადამიანიო, მდიდარიო და ეთქვითო, თქვენ მოდით აქეთ დავბრძანდითო და ღარიბი შემოვა და შენ ეტყვიო, რომ შენ იქ ფეხებთან დაჯექიო სადღაც. ესე იგი შენს გულში უკვე შეურაცხყოფა მიაყენე. თუ მდიდარს იმიტომ ეუბნევიო, რომ ღვთის რჯული შეასრულო, რომ შეიყვარო მოყვასი შენიო, ეს კარგია, თუ ამიტომ ეუბნევი. მაგრამ თუ პირმოთნეობით ეუბნევი და საამებლად, ეს უკვე არ არისო კარგი. ასე რომ აი ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ყველაფერს და ღმერთმა დალოცვილი და გახარებულები გამყოფოთ და ღვთის წყალობა და მადლი არ მოკლებოდეთ.
ჩვენ ხუთშაბათს საღამოს, ანუ უკვე დღეს რომ გათენდება და რომ დაღამდება, დინაღამ რომ დაღამდება 5 საათზე გვექნება 12 უნების სახარება. სახარება ერთია და უნებაც ერთია, მაგრამ 12 მონაკვეთი სადაც აღწერს ქრისტეს უნებებს. უფრო სწორად რო ვთქვათ ესე გამოითქმის, იქნება საღამოს 5 საათზე და შეგვიძლია რომ ერთად ვიყოთ. სხვადასხვა წეგან მამა ათანასესაც ვესაუბრებოდი, ხშირად რო ამბობ ხოლმე მარხვა რო გადის გული მწყდება მეთქი, იმასაც ზუსტად ეგ დამოკიდებულება ქონდა. აი აღდგომის დღე როა უკვე და ბოლოს ქადაგების ბოლოს აღდგომა დღე როა. ეხლა ჩვენ როგორ ავართ ხოლმე ხალხი, ესე იგი ბოლო 2-3 დღე უამრავი ხალხი მოდის რომ თან რა ყველა ზიარება უნდა. ქრისტე კი არ უნდა, ქრისტე უნდა რა თქმა უნდა, მაგრამ ქრისტე მარტო ზიარებით ხო არ გინდა. ყოველდღიურ ცხოვრებაში ქრისტეს ცნებების აღსრულება რას ამბობს უფალი, ვისაც მე უყვარვარო, ჩემი ცნებები დაიმარხოს. და მე ესე იგი აღდგომა გაივლის და მე გული წყდება უამრავი ადამიანი, ერთი აღდგომა დღეს კარგად უნდა დავაკვირდე ყველას რომ ზოგი შეიძლება 1 წელი ვერ ნახო და მაგრამ კიდე რატო წყდება გული, იცით რომ აი ეს ღვთისმსახურებები იმდენად აღარ არის ესეთი ხანგრძლივი, მარხვას თავისი სიმყუდროვე ახლავს და თუმცა ყველაფერს თავისი სიხარული აქვს, თუ ადამიანი უფალთან ერთად არის. ერთმა მშვიდობის დილა გაგიცემთ.